ზაფხულის დადგომასთან ერთად მატულობს გასტროენტერიტების, ანუ ნაწლავთაშლილობების შემთხვევები, სამწუხაროდ უკვე ჰქონდა 3 პატარ-პატარა ეპიდაფეთქებაც, რაც ძირითადად დამოკიდებულია პროდუქტის, საკვების, უბრალოდ უკვე მომზადებული საკვების არასწორ შენახვასთან ძირითადად და ასევე დამზადების დროს გარკვეული ჰიგიენური წესების დაუცველობასთან. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ნაწლავთა ინფექციები, რომელთა გამომწვევი უამრავია, ზოგიერთი მეცნიერის გამოანგარიშებით 5000-მდე სხვადასხვა ბაქტერია, ვირუსი, შეიძლება იყოს თქვათ ჰელმინტებიც, პროტოზოებიც, აი ყველა ესენი ზაფხულში იწვევენ ხოლმე კუჭ-ნაწლავის აშლილობას. აქედან გამომდინარე, მთავარი და ძირითადი არის ძალიან მკაცრად დავიცვათ ჰიგიენური წესები საკვების მომზადების და შენახვის დროს. უფრო გასაგები რომ იყოს, შემიძლია ავხსნა ასე, რომ თქვათ, რა თქმა უნდა, თავისთავად შეიძლება ხორციც დამაბინძურდეს, დასნებობდეს, სხვადასხვა ეტაპზე დაწყებული ხორცი შეიძლება ცოცხალ ცხოველს ჰქონდეს, შეიძლება დაკვლის დროს მოხდეს, შეიძლება ტრანსპორტირების დროს, შეიძლება შენახვის დროს, გაყიდვის დროს დაბინძურდეს, მაგრამ უფრო ხშირად ხდება ხოლმე ის, რომ აი საკვების მომზადების პროცესში ჩვენ მარტო ხორცი ხომ არ არის თქვა, შეიძლება იყოს მასთან ერთად მწვანილი. მწვანილი მოგესალმებით მიწაზე იზრდება. მიწაზე რა ხან იზრდება, მიწაზე შეიძლება სასუქი იყოს გამოყენებული. სასუქში აუცილებლად შეიძლება იყოს სხვადასხვა ბაქტერიები, მათ შორის ძალიან იშვიათად, მაგრამ შეიძლება ამ სასუქში იყოს პათოგენური ბაქტერიები, თქვათ ისეთი როგორც არის სალმონელა, ან იგივე შიგელა, ანუ დიზენტერიის გამომწვევი, ან ნაწლავის ჭხირები, ნაწლავის ჭხირების კარგებიც არის და ცუდებიც არის და შეიძლება ცუდი ნაწლავის ჭხირები იყოს. აქედან გამომდინარე, ისინი შეიძლება მოხდეს მწვანილზე. მწვანილი ჩვენ ისე რაცა უნდა კარგად გავრეცხოთ, შეიძლება 1-2 ცოცხალი ბაქტერია მაინც დარჩეს ზედ. თუ ამ 1-2 ბაქტერიას მწვანილთან ერთად მივიღებთ, ის არაფერს არ გამოიწვევს ადამიანის ორგანიზმში, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი დამცველობითი სისტემები ნაწლავებში, ჩვენ გვაქვს ნორმალური მიკრობები, რომლებიც გვიცავენ, მაგრამ თუ იგივე მწვანილი მოხვდა მაგალითად ხორცთან ერთად, ან მოხვდა არაჟანთან ერთად, ან მოხვდა მაიონეზთან ერთად და ეს ყველაფერი სუბსტრატებია, რომელშიც ჩვენ მიკრობებს ზრდით, ანუ მიკრობებს ისინი ძალიან უყვარს და ძალიან სწრაფად მრავლდებიან მათში. აი ესე ტემპერატურაზე, როგორც ახლა არის გარემოში 30 გრადუსზე მეტია, სულ რაღაც 20 წუთია საჭირო იმისათვის, რომ ერთი ბაქტერიიდან 2 წარმოიქმნოს, ანუ გეომეტრიული პროგრესიით მრავლდებიან და ან საკვები, რომელიც თავიდან თქვათ, რომ დავამზადეთ, იყო უსაფრთხო, იმიტომ რომ მაშინ თქვათ ძალიან ცოტა ერთეული ბაქტერიები იყო. სულ რაღაც 3-4 საათის შემდეგ შეიძლება უკვე საფრთხის შემცველი იყოს ადამიანის ჯანმრთელობისათვის. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ კიდევ ერთხელ მეორე ჯერ საკვების დამზადების დროს სისუფთავეს, ჰიგიენური წესების დაცვას და შემდეგ უკვე შენახვას ამ პროდუქტებისა, რადგანაც მაცივარში მიკროორგანიზმები შეიძლება არ გამრავლდეს, მაგრამ არც იღუპებიან, ანუ შენარჩუნდება იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც თავიდან იყო ამ პროდუქტში. თუ ჩვენ ასეთ პროდუქტს შევინახავთ, რომელშიც უკვე გამრავლდა ბაქტერიები, ეს გამრავლებულ ბაქტერიებსაც შევინახავთ, ამიტომ შესაბამისად შეიძლება შემდეგ მან გამოიწვიოს ან საკვებისმიერი ინფექცია, ან საკვებისმიერი ინტოქსიკაცია, ანუ მოშხალვა. არის ელემენტარული წესები, რომელიც დიასახლისმა ყოველთვის უნდა დაიცვას ხოლმე საკვების მომზადების დროს. მაგალითად, ცალკე დაფა უნდა იყოს ხორცის პროდუქტებისათვის, მწვანილისათვის და ბოსტნეულისათვის და თევზისათვის. ამავე დროს ერთი და იგივე დაფის, საპირისპირო მხარე უნდა გამოვიყენოთ ხოლმე თერმულად დაუმუშავებელი პროდუქტისთვის, ანუ ახლად შეძენილი პროდუქტისთვის და შემდეგ უკვე შემწვარი ან მოხარშული პროდუქტისთვის და არაურიოთ ხოლმე ეს მხარეები ერთმანეთში, მიუხედავად იმისა, რომ თითეული მოხმარების შემდეგ აუცილებელია, რომ ეს დაფა იყოს კარგად გარეცხილი, გამდინარე წყლით, თბილი გამდინარე წყლით და რომელიმე სარეცხი საშუალების გამოყენებით, რომელიც სამზარეულოში გამოიყენება, სხვა შორის ისინი ყველა თითქმის შეიცავს დეზინფექტანტს, ამიტომ
მათი გამოყენებით უნდა იყოს ჯურჯელი ყოველთვის და ესე დაფები ეგარეცხილი და გარდა ამისა ძალიან მნიშვნელოვანია შემდეგ რომ მათი ვარშიც პროდუქტები შენახული იყოს ხოლმე დღეს ამის ბევრი საშუალებაა სხვადასხვანაირი პლასტიკის პლასტიკათის ჯურჯელია და თერმულად დამუშავებელი პროდუქტი ცალკე თერმულად დამუშავებელი პროდუქტი ცალკე უნდა იყოს შენახული მწვანილი ცალკე ხორცი ცალკე და ასე შემდეგ ანუ მაქსიმალურად რომ ერთმანეთთან კონტაქტი არ გქონდეს ვთქვათ ამ პროდუქტებს და თავარია ხელების დაბანა არ დავაუწყდეს რომ ყოველთვის საჭმლის დამზადების წინ ვთქვათ შემდეგ უკვე როდესაც პროდუქტს მოუხარშავთ და ვთქვათ უნდა შევკმაზოთ კიდევ ერთხელ ხელები უნდა დავიბანოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცედურაა რომელიც მაქსიმალურად ესეთი მარტივი წესებია, მაგრამ თუ ამ მარტივ წესებს დავიცავთ, ამერწმუნებთ მნიშვნელოვნად შევამცირებთ ზაფხულში საკვებისმიერი ინფექციების და საკვებისმიერი მოშხამების ალბათობას. და იმაზე უკვე აღარ ვილაპარაკებ, რომ როდესაც დასასვენებლად გავდივართ, ძნელია ხოლმე რა თქმა უნდა, ესეთი დასვენების ადგილებში ჰიგიენური წესების მკაცრი დაცვა, მაგრამ იქაც მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ დავიცვათ ჰიგიენის წესები, ბავშვებიც მივაჩვიოთ იმას, რომ არ შეჭამონ გაურეცხავი, ვთქვათ, ხილი, ბოსტნეული, ხელები კარგად დაიბანონ საჭმლის წინ, ტუალეტის შემდეგ, ქუჩიდან როდესაც ასე ვთქვათ, სახლში დაბრუნდებიან ამ დროსაც და წყალთან ვიყო ფრთხილად განსაკუთრებით ბუნებაში გასვლის დროს თუ არა ვარ დარწმუნებული წყლის სისუფთავეში აუცილებლად ასეთი წყალი მინიმუმ 1 წუთი უნდა ავადმყოფოთ 1 წუთი დუღილიც კი სულიად საკმარისია რომ წყალი გახდეს უსაფრთხო